და თქვენთან შემოსვლა. აი ახლა მე მგონი უფრო კარგად იქნება ხმა. ეს მიკროფონი აქ დასამაგრებელია, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა მე ყველაფერი უნდა შევცვალო და მოვარგო ჩემს ასე ვთქვათ დიზაინებს, ამიტომ დღეს აი ასე მინდა რომ გესაუბროთ რუპორით, გოგონებო. რუპორით. ასე რომ ძალიან მიხარია რომ ბიჭებმა დაიწყეს კომენტარების წერა, იმიტომ რომ რატომ 2025 წელი ყველანაირი გამოთვლებით ასტროლოგიური პროგნოზებით არის წელი, როდესაც მამაკაცების გამოღვიძება მიმდინარეობს. 2023-2024 გოგონები იღვიძებდნენ და ძალიან ბევრმა გოგონამ განიცადა ტრანსფორმაცია. 2025 წელი არის ბიჭებისთვის, ამიტომ თითოეული თქვენი კომენტარი, თუნდაც რომ გამლანძღოთ, თუნდაც რომ მატერიალისტი მიწოდოთ, მლანძღეთ მატერიალისტი ვარ ნამდვილად. ერთმა ბიჭმა დამიწერა, შენო ისეთი გოგო ხარო რა, ასეთი და ისეთი. ნამდვილად სწორია, აბსოლუტურად სწორი შეფასებებია, ძალიან მიხარია. რაც უფრო მეტს ვისაუბრებთ ამ თემატიკაზე და რაც უფრო მეტად იაქტიურებთ ჩემთან კომენტარებში ვიდეოსი, ძალიან გამიხარდება. და რატო ხდება ეს? იმიტომ რომ ჯანსაღი აზრი იბადება ყოველთვის დისკუსიაში და განხილვებში. შესაბამისად, ეს განხილვები აუცილებელია და მოკლედ ძალიან ისეთი ვარ excited. ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ეხლა დღეს უნდა ვისაუბროთ თემაზე თუ რატო ხდება მამაკაცების გამოღვიძება, იმიტომ რომ ზოგადად ქალი ყოველთვის არის მამოტივირებელი ფაქტორი მამაკაცისათვის. ანუ რას ნიშნავს? ქალს თუ არა აქვს მოთხოვნილება, მაგალითად, რომ ამოგზაურო, წაიყვანო რესტორანში, უყიდო ტანსაცმელი, შეინახო ფინანსურად და ასე შემდეგ. თუ ამისი мотиваცია შენ ქალმა არ მოგცა, ძალიან მარტივად კაც შეუძლია რომ დაიჭიროს პოზიცია, რომ ამ ქალს არაფერი არ სჭირდება. ეხლა ამაზე შეიძლება შემეწინააღმდეგოს ძალიან ბევრი თქვენთაგანი, მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური აზრია და შესაბამისად შეგიძლიათ შემეწინააღმდეგოთ, მაგრამ მე ვსაუბრობ აქ იმას, რასაც ვფიქრობ და რასაც ვთვლი საჭიროდ, ხო? აქედან გამომდინარე, მამაკაცისთვის ამოტივაციოდ ყველაზე კარგი, ასე ვთქვათ, პროდუქტი არის ქალი. ჩემი ქართულისთვის ძალიან დიდი ბოდიში, იმიტომ რომ დიდი ხანია საქართველოში არ ვცხოვრობ და ამიტომ ჩემი გრამატიკა ცოტა ცუდია, მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ მოვიტან თქვენამდე იმ აზრს, რაც მჭირდება. აქედან გამომდინარე, თუ ქალი არ გაიღვიძებდა მამაკაცზე ადრე, შესაბამისად მამაკაცის мотиваცია ქალს არ შეუძლია. ამიტომ, სწორედ ამიტომ ქალები გამოგვაღვიძეს 2023 და 2024 წელში და ეხლა მამაკაცების დროც მოვიდა. ეხლა ამ მამაკაცების გამოღვიძება როგორ დაიწყება და როგორ იქნება ეს ყველაფერი, ამაზე უნდა ვისაუბროთ. როგორ დაიწყება გოგონებო და ყველაზე კარგი და ასე ვთქვათ, კარგი და ძლევამოსილი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მამაკაცი გამოღვიძდეს, ეს არის ის, როდესაც იგი კარგავს რაღაცას. კარგავს ქალს, კარგავს სამსახურს, კარგავს ნათესავს, კარგავს რაღაც სიტუაციას, რომელიც მისთვის ძალიან ჩვეულებრივი იყო აქამდე. შესაბამისად, მათ ცხოვრებაში დაიწყება ტრანსფორმაცია. ამ წელს ძალიან ბევრი მამაკაცი გაივლის ტრანსფორმაციას და შესაბამისად, ანუ ამ მამაკაცების ცხოვრებაში აუცილებლად დაიწყება ძირფესვიანი ცვლილებები. ეს ცვლილებები იქნება მწარე, ეს ცვლილებები იქნება ძალიან ძლიერი. აქ შესაძლებელია იყოს ბიზნესის დაკარგვა, სამსახურის გამოცვლა, ქალის წასვლა მისი ცხოვრებიდან, ეს იმისათვის, რომ გამოღვიძდნენ, გაიღვიძონ. აქედან გამომდინარე, ქალის როლი ახლა რა არის? ყოველთვის უნდა мотиваცია გაუკეთოთ თქვენს მეუღლეს, თქვენს პარტნიორს, რომ თქვენ გჭირდებათ ეს, თქვენ გინდათ ეს. ყოველთვის ქალმა უნდა, ჩვენ რა გვაქვს ახლა, რომ აუ თავისით მიხვდება, თავისით გაანალიზებს, მამაკაცი თავისით ვერასდროს ვერაფერს ვერ ხვდება და ვერც აანალიზებს. რაც გინდათ ყოველთვის უნდა კონკრეტულად, იმიტომ რომ რაციონალურები არიან, კონკრეტულად უნდა უთხრათ, მე მინდა 1 2 3. 3 1 2 არ მაწყობს 1 2 3 და ასე შემდეგ, ხო? გადატანითი მნიშვნელობით. ამიტომ კონკრეტულად ეუბნებით რა გინდათ. აქედან გამომდინარე, მამაკაცი ქვეცნობიერად ავტომატურად იწყებს ფიქრს, როგორ გააბედნიეროს თავის საყვარელი ქალი. აქ საუბარი მაქვს საყვარელ ქალზე. აქ არ მაქვს მე საუბარი ქალზე, რომელსაც უბრალოდ იყენებს და აგდებს. ესეთ კაცებთან არც უნდა იყოთ, გოგოებო. აქედან გამომდინარე, თუ უყვარხართ, თუ უნდა თქვენი გაბედნიერება გააკეთებს მაქსიმუმს და იმაზე უფრო მეტს, რომ გაგაბედნიეროთ. თუ ამას არ გააკეთებს, თუ არ დააფასებს სამსახურს, რომელიც აქვს, ბიზნესი, რომელიც უნდა დაიწყოს, ან უკვე დაიწყო და არაფასებს, ვერ აკეთებს, ზარმაციაც შემდეგ 2025 წელი მოუტანს ტრანსფორმაციას, შესაბამისად დაკარგავს ყველაფერს. ამის შემდეგ რას აკეთებს მამაკაცი? იწყებს უკვე ძებნას გზების იმისათვის, რომ ამ ტრანსფორმაციიდან გამოვიდეს, ანუ გაიაროს ეს ტრანსფორმაცია. აქაც ქალებს გვაქვს ძალიან დიდი როლი. რა როლი ახლა? ის კი არა გოგონებო, კარგად მომისმინეთ. თვალებს ნუ აფახულებთ, ჩაიწერეთ თუ არ შეგიძლიათ. როდესაც მამაკაცი კარგავს სამსახურს, თქვენ როგორც გმირი ქალი, ქართლის დედა, არ უნდა გადგეთ და არ უნდა დაიწყოთ 5 და 6 სამსახურის ერთობლივი ძებნა. აცადეთ მამაკაცს, რომ თავისი როლი შეასრულოს ცხოვრებაში, შეგინახოთ თქვენ. თქვენ შეგიძლიათ იყოთ მისთვის სიმშვიდე, სიწყნარე, სილამაზე,
ბედნიერება დააფასეთ, იგი მოუარეთ, მოუფრთხილდით და უთხარით, მოტივაცია გაუკეთეთ, რომ ყველაფერს შეძლებს და თქვენ მისი გჯერათ. აი ასეთ შემთხვევაში მამაკაცი გააკეთებს იმას, რომ დაუბრუნდეს უკან თავის ძირფესვიან და ასე ვთქვათ, პირველად როლს, რომელიც არის ქალის მოფრთხილება, სიყვარული, შენახვა, პატრონობა და ასე შემდეგ. თქვენ თუ ამაში ხელი შეუშალეთ და გადადექით როგორც გმირი და დაიწყეთ იქ 5 და 6 სამსახურის ძებნა, დამიჯერეთ, რომ ეს მამაკაცი ტრანსფორმაციას ვერ გაივლის. შესაბამისად, ეს ყველაფერი შემდეგ იმოქმედებს თქვენზე, მოდიხართ მე კონსულტაციაზე და აბსოლუტური, ესე იგი, ისტერიკით და ისტერიული ტირილებით და ასე შემდეგ მიყვებით თუ როგორ არ გაფასებთ თქვენი პარტნიორი, როგორ არ გივლით, როგორ არ აინტერესებს, როგორ არ გკითხულობთ, როგორ ავიწყდება და ასე შემდეგ. გოგონებო, ეს ყველაფერი არის თქვენი ბრალი. მამაკაცები ზოგადად მე მამაკაცები ქალებზე უფრო მეტად მიყვარს და რატო იცით? ისინი არიან ძალიან პატიოსნები და ყოველთვის იმას ამბობენ, რასაც ფიქრობენ. აი მაგალითად გოგონა მოდის და მენბა უთამო ნეტა ჩემზე რას ფიქრობს? რას ფიქრობს და იმას ფიქრობს, რაც გითხრა, აღარ უნდა შენთან ერთად ყოფნა. ეს ჩვენ ვართ ქალები, მატყუარები, რომლებიც ვიძახით, რომ შენთან ერთად აღარ მინდა, იმიტომ რომ მინდა რომ გამომეკიდოს. მამაკაცები ესე არ არიან. მამაკაცები არიან აბსოლუტურად ბევრად უფრო მეტად მართლები ვიდრე ქალები და ამაში დამეთანხმებით. თუ ამბობენ რომ აღარ მინდა, ეს ნიშნავს რომ იმ ეტაპზე მართლა აღარ უნდა. ამიტომ იმის კითხვა რომ ეხლა ჩემზე რას ფიქრობს ნეტა, ზუსტად იმას ფიქრობს, რაც გითხრათ. აქედან გამომდინარე, უთხარით მას ის, რაც თქვენ გინდათ, იმისათვის რომ მიიღოთ ის, რაც თქვენ გინდათ. როგორ არის? ითხოვე და მიღებული იქნება, თუ ითხოვე და მოგეცემა, ხო? ამიტომ ძალიან მარტივად შეგიძლიათ მამაკაცს ესაუბროთ, ტკბილად, მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი დამცირებების გარეშე, ყოველგვარი პრეტენზიების გარეშე, უთხარით რაც გინდათ. პირი იმიტომ გაქვთ და სამეთყველო აპარატი, რომ თქვათ რა გინდათ. მამაკაცის როლი ეს არის. ამიტომ ძალიან გთხოვთ, ამ წელიწადს მაინც, დააკნინებთ მამაკაცების როლს და შეუწყეთ ხელი იმაში, რომ გაიზარდნენ, გამოვიდნენ ამ ტრანსფორმაციული მომენტიდან და გახდნენ უკეთესები, იმიტომ რომ თუ ისინი უკეთესები გახდებიან, თქვენც უკეთესად იქნებით. აიღებთ მამა მარჩენალის როლს საკუთარ თავზე, იყავით ქალურები, შეინარჩუნეთ ქალური ენერგიები და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. გოგონებო, ბიჭებო, ველოდები თქვენს კომენტარებს ამ ვიდეოს ბოლოს და აუცილებელი იქნება აუცილებლად რომ ლაიქი დაუსვათ ამ ვიდეოს, მინდა რომ ბევრმა გოგონამ ნახოს და ბევრმა ბიჭმა ნახოს ეს ვიდეოები. ამისათვის ძალიან დიდი მადლობა. კოცნით გეხვევით, დროებით.